საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში ამ სისხლისღვრაში პირველად ასა შაქრული, ასა მთლიანი წარმოდგა ქართველიერი ამ სიტყვებით მიმართა მთავრობის სახლის წინ შეკრებილ მომიტინგეებს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მერაბ კოსტავამ 1989 წლის 9 აპრილის ღამეს. ეს არის ყველაზე ისეთი დიდებული წამი. თელიერი არის ერთი სურვილი დამთავრებული. საბჭოთა ჯარების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლიან დარბევამდე სულ რამდენიმე წუთი რჩებოდა. საქართველოს ისტორიაში 9 აპრილს ორმაგი დატვირთვა აქვს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ღამე და ამავე დროს ეს თარიღი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას უკავშირდება. 1989 წლის აპრილის დასაწყისში თბილისში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. პროტესტის მიზეზი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები გახდა. 18 მარტს გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში აფხაზთა სახალხო კრება ჩატარდა. კრემლის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აფხაზეთის საქართველოდან განცალკევებას და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დამოუკიდებელი მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსის მიღებას ითხოვდნენ. აფხაზთა მოთხოვნის საპასუხოდ ეროვნულმა მოძრაობამ მთავრობის სახლის წინ უწყვეტი საპროტესტო აქცია წამოიწყო, რომელიც მალე შიმშილობაში გადაიზარდა. აქციას უამრავი უბრალო მოქალაქე შეუერთდა. გაიფიცნენ მუშები, დაიხურა სასწავლო დაწესებულებები, გაჩერდნენ ფაბრიკა-ქარხნები. პროტესტის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოსვლა და ქვეყნის დამოუკიდებლობა გახდა. 7 აპრილს საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა თბილისში წესრიგის აღსადგენად საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა. ამ მონაწერი პატიაშვილის მიერ მოსკოვში გაგზავნილი საიდუმლო დებეშიდან. დაუყოვნებლივ მიეცნენ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში ის ექსტრემისტები, რომლებიც გამოდიან ანტისაბჭოთა, ანტისოციალისტური, ანტიპარტიული ლოზუნგებითა და მოწოდებებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის დამატებითი ძალების მოზიდვით თბილისში შემოღებულ იქნას საგანგებო მდგომარეობა. კომენდანტის საათი. 8 აპრილს პატიაშვილმა მოსკოვში მორიგი დაშიფრული დებეშა გააგზავნა. გაცნობებთ, რომ ვითარება თბილისში კვლავ დაძაბულია. მთავრობის სახლთან მიმდინარეობს მრავალათასიანი მიტინგი, რომლის ძირითად ლოზუნგებად კვლავ რჩება SSRK შემადგენლობიდან გასვლა, დამოუკიდებელი საქართველოს შექმნა, ავტონომიების გაუქმება და სხვა. 1989 წლის 8 აპრილს საბჭოთა ხელისუფლებამ მიტინგის დასაშლელად თბილისში საარმიო ქვედანაყოფები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ნაწილები გადმოისროლა. მათ შორის იყვნენ ძერჟინსკის დივიზიის, კიროვობადის 345 სადესანტო პოლკის, პერმისა და ვორონეჟის ომონის ნაწილები, გორკის შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი სკოლის კურსანტები. გარდა ამისა, სპეცოპერაციაში ჩაერთვნენ თბილისში დისლოცირებული მერვე მოტომსროლელი პოლკის სამხედრო მოსამსახურეები. 8-დან 9 აპრილის ღამეს რუსთაველის პროსპექტზე მშვიდობიან მომიტინგეებს საარმიო ნაწილებმა ალყა შემოარტყეს. დილის 4 საათზე გენერალმა იგორ როდიონოვმა ჯარებს უზენაესი საბჭოს შენობის მიმდებარე ტერიტორიის მომიტინგეებისგან გაწმენდა და უბრძანა. მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევა 9 აპრილს გამთენიისას 4 საათსა და 5 წუთზე დაიწყო და 16 წუთში დასრულდა. მომიტინგეებისა და მოშიმშილეების წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ხელკეტები, მესანგრეთა ალესილი ნიჩბები, წრეულმცადენი და მომწამლელი გაზი, ჩერიომუხა და სიესი. სპეცოპერაციის შედეგად ადგილზე დაიღუპა 16 მშვიდობიანი მოქალაქე.
შემდგომში დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. მოიწამლა და დასახით ჩრდა უამრავი ადამიანი. თბილისში კომენდანტის საათი შემოიღეს და 11 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა. 14 აპრილს თანამდებობა დატოვა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა. 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ქვეყანაში გარდაუვალი ცვლილებები დაიწყებოდა. ყველა ხვდებოდა, რომ წითელი ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ დროის ამბავი იყო. 9 აპრილის მოვლენებმა ქართულ საზოგადოებაში ის მუხტი წარმოშვა, რომელმაც შემდეგ ქვეყანა დამოუკიდებლობამდე მიიყვანა. 1990 წელს არჩევნების შედეგად კომუნისტები დამარცხდნენ და ქვეყნის სათავეში ეროვნული ხელისუფლება მოვიდა. 9 აპრილის ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ კი 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვრცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს.